ევროპული ინტეგრაციის გზაზე საპარლამენტო თანამშრომლობის ახალი ფორმატი ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები პირველად შეიკრიბნენ კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლს უსვამს ხაზს. მონაწილე ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება და კანდიდატ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მუდმივ პლატფორმად ჩამოყალიბდება. შემდეგი შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ევროინტეგრაციის პროგრესი აქცენტირებს და ამავდროულად ევროსტრუქტურებს უსამართლობაში ადანაშაულებს. სერბეთში მიმდინარე ვიზიტს აკრიტიკებს ქართული ოპოზიცია. მეირა პაპაშვილი ადევნებდა თვალს პაპუაშვილის ვიზიტს. სერბეთში ისახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება მეირა გისმენთ. ამ ღონისძიების მონაწილე ყველა ქვეყანა უერთდება ბელგრადის დეკლარაციას და თანხმდება იმაზე, რომ ამ ფორმატის შეხვედრები გაიმართება ყოველ წელს, მაგალითად, მომდევნო შეხვედრის მასპინძელი იქნება მოლდოვა. ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ ერთის მხრივ თავად ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გაძლიერდეს კომუნიკაცია და მეორეს მხრივ დაჩქარდეს ამ ქვეყნების ინტეგრაცია დასავლურ სამყაროში. ეს იყო ფორმატი, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა და ამ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, როცა საქმე ეხება ევროკავშირის გაფართოებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თავად წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა ბრიუსელთან ისაუბრონ ერთი ხმით, წარმოადგინონ მათი ხედვა, როგორ უყურებენ ევროკავშირის გაფართოებას და მათ შორის როგორ უყურებენ ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ეს ფორმატი იქნება ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ბრიუსელმა უფრო ნათლად გაიგოს, რა სურთ იმ ქვეყნებს, რომლებიც პოტენციურად რამდენიმე წელში დიდი ევროპული ოჯახის წევრები გახდებიან. ყველა თანხმდებით იმაში, რომ საჭირო არის ერთი ხმით საუბარი ბრიუსელთან, მაშინ როდესაც მიდის სხვადასხვა ოფციებზე თუ ვარიანტებზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება თუ არ მიღება, იყოს ეს სრული წევრობა, ნახევარწევრობა, არაწევრობა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები. ეს ერთსულოვნება დღეს ყველა კანდიდატ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს და წარმომადგენლებს შორის იყო. ვიხარია, რომ ჩვენ ამ მხრივ თანამოაზრები ვართ. შალვა პაპუაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ბრიუსელის მხრიდან ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომაც ის ამბობს, რომ აუცილებელია იყოს ევროკავშირის მხრიდან ობიექტური დამოკიდებულება და გაფართოება დაფუძნებული იყოს სწორედ დამსახურებაზე. ამ ორდღიან შეხვედრებში, მათ შორის საქართველოს გარდა ცხადია ჩართული იყო კიდევ ორი კანდიდატი ქვეყანა, ერთი ეს არის უკრაინა და მეორე ეს არის მოლდოვა. ჩვენ ჩავხედავთ გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა ბრიუსელის მხრიდან, მაშინ ნათქვამი არის, რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც ჰქონდა გარკვეული პროგრესი ინტეგრაციის და რეფორმების მიმართულებით, თუმცა იგივე არ ეწერა ჩვენს ქვეყანაზეც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რა ფორმატშიც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შალვა პაპუაშვილმა, მათი შეფასებით დღეს არსებული ვითარება ორმხრივ ურთიერთობაში საკმაოდ მძიმეა. ფიქრობენ, რომ სანამ არ გატარდება ფუნდამენტური რეფორმები, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და სანამ არ გაუქმდება ყველა რეპრესიული კანონი, იქამდე მათი განცხადებით რთული წარმოსადგენი იქნება, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია დაჩქარდეს. პაპუაშვილი ახლა სერბეთში წავა თავისნაირ ვუჩიჩთან თუ არ ვიცი სად წავა, ამას არანაირი აზრი არ გააჩნია. საქართველოს მხოლოდ ქაღალდზე რჩება კანდიდატ ქვეყნად, ის არ ასრულებს არც ერთ პირობას. რეალურად ჩამორჩენილია იმ რეფორმის კურსს, რაც უნდა გააჩნდეს კანდიდატ ქვეყანას. პაპუაშვილი არის სამშობლოს მოღალატე, რომელიც ახლა მაგ ტრიბუნასაც იყენებს ანტიევროპული, ანტიდასავლური გზავნილებისთვის. პაპუაშვილიც, კობახიძეც, ივანიშვილის სხვა მონები არიან დაკავებული ერთადერთი რამით. ეს არის რუსეთის, ირანის ტერორისტული რეჟიმის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესების მსახურება. სხვა კანდიდატ ქვეყნებს შეიძლება კონდეთ პაპუაშვილის სხვა პოზიციები ხომ ვერ რაღაცაზე შეჯერდნენ, ვერ შეჯერდნენ, მაგრამ ისე რომ აბსოლუტურად დაშორდა პროცესი და აბსოლუტურად შეწყვიტა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ეს არის უპრეცედენტო. ასე რა არ მომხდარა სხვა ქვეყნებთან მორთებაში, ამიტომ ამის ანალოგია ვერ იარსებებს ფიზიკურად.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ზოგიერთ ქვეყანას აქვს იგივე წუხილი, რაც აქვს საქართველოს. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგჯერ როცა ესა თუ ის ქვეყანა მიაღწევს გარკვეულ პროგრესს და მივა გარკვეულ მნიშვნელამდე, ამის შემდეგ ბრიუსელი კიდევ ახალ დავალებას გასცემს და ეს ინტეგრაციის გზა შეიძლება არასდროს დასრულდეს, ანუ პროცესი იწელება, ასე ფიქრობს შალვა პაპუაშვილი. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყნის ინტეგრაცია მოხდეს დასავლურ სამყაროში, ოღონდ ეს ისე რომ დაცული იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანამ დე-ფაქტო შეაჩერა ეს ინტეგრაცია და მათი განცხადებით ამის განახლებას და გაგრძელებას აღარც არავინ აღარ აპირებს.